მოგესალმებით, ძვირფას რადიო მსმენელებო, წყალობა კურთხევა არ მოგაკლოთ, მერთმა დაგლოცოთ. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს იმ უნიშნელოვანესი მცნების შესახებ, რასაც ქვია მარადის ლოცვა, რომელიც პირდაპირ ნაუწყები გვაქვს ჩვენ წმინდა წერილის მიერ, კერძოდ ლუკა მახარებელი ბრძანებს, ჯერ არც მარადის ლოცვაიო და შემდეგ პავლე მოციქულის ცნობილ სიტყვებსაც შეგახსენებთ, მოუკლებელად ილოცვიდეთო. ჩვენ შეგვიმჩნევია, რომ ხშირად ლოცვა და ქრისტიანი ცხოვრება ერთმთლიანობად არ არის ხოლმე წარმოდგენილი და გაერთიანებული ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი შეიძლება ლოცულობს დილით და საღამოთ ლოცვებს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცნაირად ის ამითი შემოიფარგლება ხოლმე და სხვა დროს ავიწყდება ლოცვაც, ღმერთიც და ქრისტეს სწავლებაც და მისი მცნებებიც. და ესეთ შემთხვევაში ლოცვა თითქოს გამოცალკევებულია და არ ჭვალავს ადამიანის სულიერ ცხოვრებას და ამის გამო ქრისტიანის ცხოვრება მცირედი თუ განსხვავდება ღვთის გარეშე მცხოვრებთა ცხოვრებისაგან და ეს კარგად ჩანს თანამედროვე ქრისტიანების ცხოვრებაში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებზე ადვილად მოქმედებს ვნებები, მას ადვილად აკარგვინებს მოსვენებას ეს გრძნობითი ქარიშხალები და ისიც ყოფითი ის უსიამოვნებები, რომლებიც ხშირად მოდის ადამიანს და განსაცდელები და სხვა თავს დაუცველად და მიტოვებულად გრძნობს ხოლმე ადამიანის სწორედ იმის გამო, რომ მას არ აქვს ეს მთავარი, უпростоრად არ გვაქვს ეს მთავარი, რასაც ქვია მარადჯამს ვილოცვიდეთო. ეს იმიტომ ხდება ძმანუდადანო, რომ ადამიანმა არ იცის მუდმივად როგორ გამოიყენოს ეს ქრისტიანის მძლავრი იარაღი, რასაც ქვია განუწყვეტელი ლოცვა, ის თითქოს და იზომებს ამ იარაღს დილით და საღამოთ, ხოლო დღისით იხსნის მას და მტერთან ყოველდღიურად ბრძოლაში უიარაღოდ გადის. და განუწყვეტელი ლოცვის გარდა ჩვენ არაფრით შეგვიძლია ესე იგი დაუახლოვდეთ ღმერთს, ამას ამბობს წმინდა ისააკ ასური. და მართლაც თუ შევხედავთ ჩვენს რეალობას და ვინახავთ, რომ ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება. ხოლო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ესეთ რამეს წერს, რომ ჩვენ თვითონ არა მხოლოდ უნდა ვილოცოთ ყოველთვის, არამედ სხვებსაც იგივე ვასწავლოთ, როგორც მონაზვნებსაც, ერისკაცებსაც, ბრძენებსაც, უბრალო ხალხსაც, მამაკაცებსაც, ქალებსაც, ბავშვებსაც, მოვანდობოთ მათ მუდმივი ლოცვაო. და წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი კიდე გვასწავლის, რომ ვინც განუწყვეტლივ ლოცულობს, ამ ერთში ის აერთიანებს ყოველგვარ სიკეთეს. როგორც ხედავთ, წმინდა მამები გვირჩევენ, ჩვენ შეგვიძლია ამ სიის გაგრძელება, რომ განუწყვეტელი ლოცვა ეს არის უდიდესი იარაღი ადამიანის ხელში. წმინდა მამები ასევე ამბობენ, რომ თუ შენ მხოლოდ მაშინ ლოცულობ, როდესაც სალოცავად გახარ და ესე იგი საერთოდ არ ლოცულობ. ანუ ჩვენ თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ რაღაცნაირად ერთი შეხედვით მოვალეობას მოვიხდით ღვთის წინაშე და მოვედით ან ეკლესიაში და ან დილით ვილოცეთ და საღამოს 10-15 წუთის ამით მორჩა ჩვენი ქრისტიანობა, რა თქმა უნდა ეს არ არის მართებული ხედვა. ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენზე მოქმედებს ცთუნების უწყვეტი ნაკადი, ფიქრები, გრძნობები, ეს ხდება როგორც მუშაობისას, დასვენების დროს, საწოლში ყოფნის დროს, ამიტომ ცნებებთან ბრძოლის ძირითადი საშუალება ყოველთვის არის ლოცვა. განუწყვეტელი უნდა იყოს ის, გვირჩევენ წმინდა მამები. ამიტომ განუწყვეტელი ლოცვის ჩვევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე აუცილებელი და ყველა სხვა ჩვევას შორის
მისი შეძენისათვის ქრისტიანმა არ უნდა დაზოგოს ძალისხმევა და არსებობს განუწყვეტელი ლოცვის სხვადასხვა ფორმა, რამდენიმე ფორმა, მათგან ერთ-ერთს გვასწავლის მაგალითად წმინდა ბასილი დიდი. და რაში გამოიხატება ის? ესე იგი, ლოცვა საჭიროა ყოველთვის, ყველა შემთხვევაში. პურსი გემებ, მადლობა უთხარი მის მომცემს, იცვამ, მადლობა უთხარი სამოსის მომცემს, დადგა დღე, მადლობა უთხარი მას, ვინც მზე გვაჩუქა, როდესაც ცას უყურებ და ვასწავლთ ამ მშვენიერებას, ხედავ, ილოცე ხილუთა უფლის წინაშე და თაყვანიეცი საუკეთესო მხატვარს, უფალ შენს, რომელმაც ყოველივე სიბზნით ქმნა. ესე იგი, აი აქ ხედავთ ჩვენ საოცარ მაგალითს იმისა, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფრისთვის მადლობა შესწიროს ღმერთს, რომ გაუთენდა დღევანდელი დღე და რომ არის ის აქვს პური არსობისა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. როდესაც დაინახავ, რომ მთელი ბუნება ძილს მოიცავს, ასევე თაყვანისეცი მას, ვინც ძილის საშუალებით გვასვენებს განუწყვეტელი შრომისაგან, ამგვარად განუწყვეტლივ ილოცებ, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ცხოვრების მთელი დინარება და გაახლოვებ შენ ღმერთს, რომ შენი ცხოვრება განუწყვეტელი და ერთიანი ლოცვა იყოს, რომ აგრძელებს წმინდა ბასილი დიდი. როგორც აი ეს ზემოთმოყვანილი ნაწყვეტიდან ჩანს, ძმანო და დანო, წმინდა ბასილი დიდი განუწყვეტელ ლოცვაში გულისხმობს ღმერთზე განუწყვეტელ ფიქრის მდგომარეობას. ანუ ღვთისადმი მუდმივ ლოცვას, ღვთის მუდმივ ხსოვნას, ასევე ჩვენი საქმეების, მთელი ბუნების დამოკიდებულებას, ჩვენს შექმნელსა და გამგებელზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. წმინდა იოანე კიბისამღერელი კი წერს, რომ ჩვენი გონება ღმერთთან უნდა დავაბრუნოთ არა მხოლოდ ლოცვაზე დგომისას, არამედ უნდა მოვემზადოთ ლოცვისათვის მთელი დღის, მთელი ცხოვრების მანძილზე და ეს თავისთავად უკვე ლოცვა იქნებაო. ანუ განუწყვეტელი ლოცვის ასეთივე ფორმაზე წერს ძმანო და დანო თავის ცვლილებებში ამა იოანეს სინელიც. ყველგან და ყოველთვის მივდივარ, ვზივარ თუ წევარ, ყოველთვის ღმერთზე ვფიქრობ. მე სულით ვლოცულობ მის მიმართ, ფიქრში ვდგები მის წინაშე და ვჭვრეტ მას ჩემს წინაშე. განუწყვეტელი ლოცვის ნაწილობრივ განსხვავებული ფორმაა გადმოცემული წმინდა თეოფანი დაყუდეულის სწავლებაშიც. ესეც ძალიან საინტერესოა. დღის მანძილზე ხშირად უნდა მოუხმოთ ღმერთს, გვირჩევს ის, გულიდან მოკლე სიტყვებით, სულისა და მიმდინარე საქმეების საჭიროებიდან გამომდინარე. იწყებ მაგალითად იმით, რომ ამბობ, რომ მაკურთხე უფალო, დაამთავრებ საქმეს და თქვი დიდება შენ დაუფალო და არა მხოლოდ ბაგით, არამედ მთელი გულით და თუ რაიმე ვრნება ძლიერდება, თქვი მიშველე უფალო, ვიღუპები უფალო, შემიწყალე უფალო, საიჭვო გულის სიტყვების წვდიადი მოგიცავს, მოუხმე, აღმომიყვანე საბრობილიდან სული ჩემი უფალო, ცუდი საქმეები გერლის და ცოდვა გიზიდავს იქით ილოცე, დამაყენე უფალო გზაზე, ჭეშმარიტ გზაზე. ცოდვები გავიწროვებენ და მიყავხარ სადღაც სასოწარკვეთილებისაგან, უნდა შეღაღადო, მეზვერეს ხმითო, ღმერთო მიწყალე, მე მილხინე მე ცოდვასა და შემიწყალე. და ესე ყოველ შემთხვევაში, ან უბრალოდ ხშირად უნდა ვთქვათ, უფალო შეგვიწყალე, ან ღვთისმშობელო ქალწულო შეგვიწყალე ჩვენ, ან მოვუხმოთ ანგელოზი, ღვთისა ჩემო წმინდა უმფარველო, დამიფარე მე, ან რაიმე სხვა სიტყვებით მოუწოდო, ოღონდ რაც შეიძლება ხშირად გავიმეოროთ ეს მოწოდება, ყოველთვის ეცადოთ, რომ ეს სიტყვები გულიდან ამოდიოდეს. აქ როგორც ხედავთ, წმინდა თეოფანი დაყუდებული გვთავაზობს, რომ მთელი დღის მანძილზე განუწყვეტლივ ვიმეოროთ მოკლე ლოცვები, ჩვენი საქმეებისა და მდგომარეობის შესაბამისად, დახმარების, დაცვისა და განმტკიცების თხოვნით. უკვე უნდა გავიხსენოთ, რომ ბერი სილუანე ათონელი ძმანო და დანო ღვთის ხსოვნისა და განუწყვეტელი ლოცვის ჩვევამ რამოდენიმეჯერ იხსნა სასიკვდილო საფრთხეებისაგან და აი პირველი მაგალითი არის, როდესაც
მისკენ ცოფიანი ძაღლი მორბოდა და მას ვერსად ჰქონდა გასაქცევი და სილვანო მხოლოდ ლოცვის თქმა მოასწრო. უფალო შემიწყალე მე და რაღაც ძალამ ეს ძაღლი სხვა მხარეს გადააგდო და ბერს ესე იგი მიეცა გვერდით გასვლის საშუალება და მეორეჯერ ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მაღალი მთიდან მისი მიმართულები დიდი მორი მოგორავდა, ისე უფალს მოუხმო მან საშველად და მორი რაღაცა გამოედო და შეჩერდა, გაჩერდა იქ. მესამე შემთხვევას აღვიწერს სილვანე ათუნელი, სადაც სასუნთქ მილში მას თევზის ფხა ჰქონდა გაჭედილი, მაშინვე მან დაიწყო ლოცვა დიდმოწამე მკურნალ პანტელეიმონის მიმართ და შთაგონებით მამა სილვანემ მაგრად დაახველა და ძვალიც ამოვარდა, თუმცა ბევრი სისხლიც გამოჰყვა მას და ასე რომ ჩვენ გაგვიგვია ესეთი თხრობა ერთი კავკასიელი მეუდაბნოე ბერის შესახებაც, რომელიც განუწყვეტლივ ლოცულობდა და უეცრად მას ფეხი დაუცდა, მოწყვეტით გადავარდა უფსკულში და ვარდნისას მან ლოცვა განაახლა და ვარდნაც შეწყდა. აღმოჩნდა, რომ ის მყარად იდგა ფეხზე. ანუ უფალი ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ სასწაულებსაც გვიჩვენებს, რათა გადაარჩინოს ადამიანს, დაანახოს ძალა ლოცვისა, დაანახოს მისი მარადიული სიმტკიცე და აი ამით კიდევ უფრო განამტკიცოს ადამიანი აი ამ მოღვაწეობის გზაზე. განუწყვეტელი ლოცვის განსაკუთრებულ მაგალითს გვაძლევს წმინდა მაკრინე, ეს გახლავთ წმინდა ბასილი დიდის და როდესაც ის ღმერთზე განუწყვეტელ ფიქსა და მუდმივი წმინდა გალობით ლოცვას და წმინდანები ვიცით ჩვენ რომ ბავშვობიდანვე იყვნენ დაჩვეული აი ამ ლოცვას და მისი ცხოვრების აღწერისას აღნიშნულია ესეთი რამ, რომ ჯერ კიდევ გოგონა იყო ის, აღდგებოდა თუ არა ლოგინიდან, ან რაიმე საქმის კეთება შეუდგებოდა, სადილობდა თუ ამთავრებდა, ჭამის შუადღისას თუ საღამოს, სულ ფსალმუნებს გალობდაო. და როგორც არ უნდა იყოს განუწყვეტელი ლოცვის ფორმა ძმანდა დანო, ის ქრისტიანს ღმერთთან განუწყვეტელ ურთიერთობაში ამყოფებს, უფლისგან იღებს ძალას, ინარჩუნებს აი ამ თავის სულიერ განწყობას და ამით თავისი ცხოვრების მიზანს აღწევს, რასაც ქვია მუდმივ მყოფობას სული წმინდაში, მადლში, ღმერთში. წმინდა იოანე კიბის აღწერილით აი ამ მუდმივი ლოცვით ვიძარების შესახებაც ამბობს, დაიმახსოვრე ძმაო, რომ ლოცვის მერეც უნდა დაიცვა თავი, უნდა იცოდე, რომ შენგან დამარცხებული უამრავი ეშმაკი ისევ ცდილობს შენს ალყაში მოქცევასო. ესე იგი, განუწყვეტელი ლოცვის მისაღწევად, როგორც წმინდა მამები გვირჩევენ ჩვენ, აუცილებელია დილისა და საღამოს ლოცვის წესს დაემატოს ლოცვა დღის მანძილზე. ჩვენ ხშირად ურჩევთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მრევლს, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომ არა მარტო დილის საღამოს ლოცვები, იკითხონ ფსალმუნები, იკითხონ სახარება, პარაკლისები თუ დაუჯდომელები სხვადასხვა დროს. ურჩევთ იესოს ლოცვის თქმასაც და ასევე სწორედ აი ეს მითითებები, რომელსაც ჩვენ წმინდა მამები გვთავაზობენ, მთელი დღის განმავლობაში უნდა ავსებდეს ქრისტიანის ცხოვრებას. ამით მისი ცხოვრება უფრო მადმოსილი იქნება, როგორც ხედავთ ჩვენ და უფრო ღვთის შეწევნა არ დააკლდება იმ ადამიანს. წმინდა სერაფიმე საროველი ერისკაცებს როგორც მინიმუმს თავაზობდა ლოცვითი წესების შესრულების დღეში 3-ჯერ. დილით, დღისით, საღამოს, დღის მანძილზე წმინდანი დასაშვებად მიიჩნევდა ლოცვას საქმის კეთების დროს, სიარულის დროს, თუ კი არ ხერხდება მაგალითად განმარტოვებაო. და მის მიერ დადგენილი ლოცვის კანონი ყოველდღიურ ამაოებაში ასეთი ჩართული ერისკაცისთვის იყო ასეთი მაგალითად, რომ 3-ჯერ მამაო ჩვენოს ამბობდნენ, 3-ჯერ ღვთისმშობელო ქალწულს ერთხელ წამს წაიკითხავდა, მას ვინც ასრულებს დილისა და საღამოს ჩვეულებრივ საეკლესიო კანონს, დღის ლოცვისთვის შეუძლია აერჩიოს წმინდა სერაფიმეს წესიცო გვირჩევენ თანამედროვე მამები
ჩვენ აქვე უნდა შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი უწმინდესობის მიერ დადგენილი შვიდგზის ლოცვა, რომელიც არაჩვეულებრივად ეხმარება ადამიანს აი ამ სულიერ ცხოვრებაში და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ღმერთში ყოფნას, რაც დადასტურებულია ფსალმუნის მიერ, რომ 7 დღეს საშინა ვილოცვიდეთო და დღის მანძილზე ღვთისადმი მოკლე მოწოდებების გარდა, რასაც წმინდა თეოფანი დაყუდებული გვასწავლის, შეიძლება წარმოვთქვათ ხმამაღლა ან გონებაში გარკვეული ლოცვები, რომელთაც ეკლესია გვთავაზობს სხვადასხვა გარემოებების შესაბამისად, რასაც გულისხმობ ჩვენ სწორედ მისი უწმინდესობის მიერ შემოთავაზებული შვიდგზის ლოცვის შესახებ. ლოცვაში შეიძლება ვიპოვოთ ყოველი ახალი საქმის დაწყებისა, დასრულების შემდეგ, გზავრობის, სწავლის წინ, სათქმელი ლოცვები, ასევე ღვთისადმი სამადლობელი იმ სიკეთეებისათვის, რომელსაც მუდმივად ვიღებ ჩვენ უფლისაგან და ეს კარგი იქნება, რომ დავინახოთ ეს ღვთის მადლით, დავიწყოთ უნდა ბავშვებსაც ვასწავლოთ, რომ სწავლის წინ აუცილებლად ილოცონ, საჭმელის წინ, შემდეგ მადლობა შეწინონ ღმერთს ამისათვის. მწუხარება გველის თუ დაუდევრები ვიქნებით ლოცვისას, ეს მაშინვე აისახება, რა თქმა უნდა, ჩვენ საქმეებზე, ჩვენს განწყობაზე და ამ მსგავსი ლოცვების წაკითხვა დღის მანძილზე ძმაო და დანო ქრისტიანს მიაახლოვებს განუწყვეტელი ლოცვის შესახებ აღთქმის შესრულებასთან. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, რომ სრულად დავეუფლებით აი ამ სულიერ საგანძურს, რომელიც წმინდა მამებმა მიაღწია, მაგრამ პირველი საფეხურები, პირველი ეტაპი ნამდვილად იქნება გამლილი და ეს უკვე არ არის პატარა საქმე. მიმდინარე საქმეებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს ჩვენ უწყვეტი ლოცვაში და არასდროს უნდა შევწყვიტოთ ჩვენ ლოცვა. ამას ამბობენ წმინდა ბარსანუფი დიდი და იოანე ესეთ რამეს, რომ ზიხარ თუ რამით ხარ დაკავებული, ჭამ თუ რამე სხვა საკეთებ, სხეულის სასარგებლოდ, აღმოსავლეთისკენ ხარ მიბრუნებული თუ დასავლეთისკენ, ნუ იორჭოფებ, ილოცე და რადგან ჩვენ მივიღეთ მცნება განუწყვეტელი ლოცვის შესახებ ყოველთვის და ყველგან. როდესაც თავზეც გახურავს, ნუ შეწყვეტ ლოცვას, მხოლოდ ეცადე, რომ დაუდევრად არ ილოცო, ასე რომ დგახარ თუ ზიხარ ან წევხარ, იფხიზლოს შენმა გულმა ფსალმუნებისას, ილოცე განუწყვეტელი მიმართე ღმერთს და დღისი დღამით და მაშინ მტრები, რომლებიც სულ ებძვიან, შეცხვენილები უკან დაიხევენო, გვირჩევს წმინდა ბარსანუფი დიდი. და აი ამ სრულყოფილებას მიღწეულ მოღვაწეებს ჩვენ ვხედავთ, რომ არ ქონდათ კაცრად განსაზღვრული ის კანონი, არამედ ლოცულობდნენ მთელი დღის განმავლობაში. ანუ ვარჯიშობდნენ ფსალმუნებაში, ზეპირად კითხულობდნენ ლოცვებს, ჩვენ ვიცით უამრავი წმინდა მამა, რომლებიც მათ ზეპირად იცოდა სახარება და ფსალმუნი მთლიანად განცდიდნენ რაღაცა გულის სიტყვებს ცირეთ, მაგრამ სრუნავდნენ ყოველთვის როგორც ამ ქვეყნიურ საზრუნავებზე და საკვებზე, მაგრამ ამავე დროს არ ტოვებდნენ ისინი ამ განუწყვეტელ ლოცვასაც. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანის განუწყვეტელი შინაგანი ურთიერთობა ღმერთთან შესაძლებელია ძმაო და დანო არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ნებისმიერი სახის გონებრივი შრომის დროსაც და აი ამისი დადასტურებას ვხედავთ ჩვენ ასევე წმინდა წერილში და წმინდა მამების თხზულებებში. ამაზეა საუბარი, როდესაც მომლოცველის გულწრფელი მონათხრობი მეორე ნაწილში პროფესორი ვინმე სქემონაზონი წერს, რომ როგორ უნდა ვეწეოდე განსაკუთრებულ გონებრივ საქმიანობას, როგორიცაა გულმოდგინე კითხვა ან რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გააზრება, ან თხზულება, ან ამასთან ვლოცულობდე გონებითა და ბაგით. სქემონაზონი კიდე პასუხობს, რომ წარმოიდგინე, რომ კაცრმა მომთხოვნმა მეფემ გიბრძანა მისი თანდასწრებით რაღაც დაგეწერა მოსაზრებები რაიმე მნიშვნელოვან თემაზე, მისი ტახტის სიახლოვეს.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, ესე იგი, დაკავებული შენი საქმით, გააცნობიერებდი მეფის სიახლოვეს, ვის ხელშიცაა შენი სიცოცხლე და ვერ შეძლებდი მცირე დროითაც კი დაგევიწყებინა მის წინაშე ყოფნა. ეს შეგრძნება და მეფის სიახლოვის ცოცხალი განცდა დაგეხმარებათ იმის კაფიოდ გაცნობიერებაში, თუ როგორ შეიძლება, ესე იგი, შინაგანად განუწყვეტი ილოცო გონებრივი საქმიანობის დროსაც კი. ესე იგი, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა მამები გვირჩევენ იმასაც, რომ კითხვის დროსაც, როდესაც ჩვენ ვარ დაკავებული საქმიანობით, ეს საქმიანობა შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, კითხვაც, შემეცნებაც, სწავლაც და სხვა, თუ ფიზიკური საქმე იქნებოდა სხვა, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვიყოთ ფხიზლები, ვიყოთ ღმერთში და ყველანაირად შევინარჩუნოთ, ესე იგი, ეს სულიერი განწყობა და გონება გქონდეს მოკრეფილი. ქრისტიანისთვის დიდი საქმეა ეს განუწყვეტელი ლოცვის ჩვევად ქცევა. და ჩვენთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პირველ ყოვლისა ეს საქმე ვაქციოთ ჩვევად. და ამ ჩვევა ისეთი რამ არის, რაც ითხოვს ხანგრძლივ მუშაობას საკუთარ თავთან, რომ შემდეგ ეს ჩვევა, კეთილი ჩვევა დამკვიდრდეს და ამავე დროს ის ცუდი ჩვევა, რომელიც ჰქონდა ჩვენ ამ ცხოვრების განმავლობაში გარკვეულწილად ათვისებული, პირიქით მივცეთ დავიწყებას და საერთოდ ამოვიღოთ ჩვენი შინაგანი სამყაროდან. და აი ბერი სილვანი ათონელი ასეთ რამეს ამბობდა, რომ უფალს ხოტბას ასხამენ ყველა ტაძარში, ხოლო ჭეშმარიტი ქრისტიანები ღმერთს თავიანთ გულებში ადიდებენო. ქრისტიანის გული არის ტაძარი, ხოლო მისი გონება ტახტი და უფალს უყვარს ადამიანის გულსა და ამ გონებაში დავანება და როდესაც განუწყვეტელი ლოცვა გამტკიცდება გულის სიღრმეში, მთელი ქვეყანა უფლის ტაძრად გადაიქცევა. საოცარი სიტყვებია ძმანო და დანო და რამდენ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, თუნდაც მიახლება ამასთან ოდნავ იმ რეალობის ხედვით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ღვთის წინაშე ყოფნის დროს, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ყოველივე ამის აღსრულება, რეალური შეფასებით ჩვენი მდგომარეობისა, რეალური ხედვით ჩვენი სულიერებისა, შევადაროთ წმინდა მამებთან, მათ თხზულებებთან, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს არაფრის გზით, არაფრის დიდებით ჩვენი უძლურება, ჩვენი უსუსურება, რამდენად შორს ვარ ჩვენ, თუნდაც ერთი თაობის წინა მყოფ მოღვაწეებისაგან, მით უმეტეს საუკუნეების წინა მოღვაწეებისაგან, რამდენად გვაშორებს ჩვენ მათთან ეს ჩვენი სულიერი სიდუხჭირე, ჩვენი გულგრილება, ჩვენი უამრავი მანკიერი ვნებები და ცოდვები, რომლებსაც ვერ ვიშორებ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და აი ეს რასაც გვთავაზობენ ჩვენ, როგორც ძველი დროის მამები, ასევე თანამედროვე ეპოქის მოღვაწეები, უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ჩვენთვის, ვინაიდან ეს პირდაპირ გასაღებია იმისა, როგორ უნდა მოვიპოვოთ სასუფეველი ცადა. რა თქმა უნდა, განუწყვეტელი ლოცვის ზემოთ ჩამოთვლილი ეს ფორმების გარდა ჩვენ ცალკე არაერთგზის ვისაუბრეთ და კიდევ შემდეგში უნდა ვისაუბროთ თავად ყველაზე განსაკუთრებული ძალით და მნიშვნელობის ფორმაზე, აი ამ განუწყვეტელი ლოცვისა, რასაც ქვია იესოს ლოცვა, უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მეცოდვილი, ეს სხვა ლოცვებთან ერთად, რომელსაც გვირჩევდნენ ხოლმე ჩვენ წმინდა მამები, რომ მაგალითად ღმერთო მილხინე მეცოდვილს ამაზე შემიწყალე, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მარხვების პერიოდში. ასევე წმინდა მამები არაერთგზის გვირჩევდნენ სხვადასხვა ფსალმუნებიდან მოკლე ტექსტებით ასეთ ზეპირად ხშირ გამეორებას, მაგრამ როგორც გითხარით, ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო და არის იესოს ლოცვა, ის არის ყველასათვის მისაწვდომი, ჩვენ აი ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ის მოწოდებულია ადამიანი საიმისოდ, რომ არა მხოლოდ მონაზვნება და განდეგილება, არამედ თვით ერისკაცებმაც ილოცონ მუდმივი ლოცვით და ამისი
მაგალითებიც ჩვენ მოვიყვანეთ როგორც ზეპირი ესე იგი რადიოს ეთერითი, ასევე ჩვენ ამის შესახებ დავწერეთ კიდეც იესოს ლოცვა მონაზნობისა და ერისკაცების შესახებ წიგნში წეშმარიტი მშვიდობისათვის. ესე იგი ძმაუნდა დანო, თავარი ის გახლავთ, რომ ჩვენ ეს საქმე დავიწყოთ. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვამბობთ იმას, რომ მივაღწევთ უეცრად, უმალვე მყისიერად სრულყოფილებას, მაგრამ ეს ვინც ამ საქმეს იწყებს, ის უკვე ხედავს, რომ გარკვეულ წარმატებას სულიერ ცხოვრებაში. ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ დროს ნაკლებად გვებძვის ბნებები. როდესაც არ ვართ შეიარაღებული აი ამ ლოცვითი მდგომარეობით, მაშინ მუდმივად ჩვენი გონება სადღაც სხვაგან დაქრის, ხშირ შემთხვევაში ოცნებებში და ეს ოცნებები ისე იშვიათად არის ცოდვისმიერი და იმდენად ცოდვისმიერი, რომ მთლიანად ანგრევს ადამიანის ცნობიერებას და შემდეგ ეს გონებრივი ცოდვა გადადის უკვე საქმეში, რომელსაც შემდეგ მიყავს ადამიანი წარწმენდამდე და დაღუპვამდე მთლიანად. და ამიტომ, როდესაც გაჩნდა ცუდი აზრების, ხო, უმალ მოვკიდოთ აი ამ საქმეს ხელს, დავიწყოთ მარადიული ლოცვის მაგალითები, რომელიც დღეს ჩვენ გავიცანით და რომელიც წმინდა მამებმა გვირჩიეს, ეს სხვადასხვა ფორმაა. შეიძლება ადამიანისთვის ხან ერთი იყოს მისაღები, ხან მეორე იყოს მისაღები, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, შეგვიძლია ყველა გამოვიყენოთ ჩვენი საცხოვნებლად და აი ამითი მოვიპოვოთ მარადიული სასუფეველი. და წმინდა მამები გვირჩევენ ძმაუნდა დანო, რომ ეს უნდა იყოს თავარი, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ეს არის გონების დაცვა. და გაუფრთხილდით გონებას გვირჩევს პირდაპირ მამა იოანე სინელი და მარკოს სახარებაში წერია, რომ სახელითა ჩემითა ეშმაკთა განაწმიდენო. ესე იგი, ვინც აი ამ საქმეს აკეთებს, ის უდიდეს ჯილდოს ღებულობს ღვთისაგან სულიწმინდის სახით და ის ფაქტობრივად გამარჯვებული ხდება ეს ბოროტზე. წმინდა მაკარი დიდი ასევე წერს, რომ როდესაც მოშორდები სოფელს და დაიწყებ ღვთის ძებნას და უფალზე ფიქს, უნდა დაიწყო ბრძოლა შენს ბუნებასთან, უწინდელ ზნესთან და იმ ჩვევასთან თანდაყოლილი რომ გქონდაო. ხოლო იმ ჩვევებთან ბრძოლისას წინამდგომისას გაგიწევენ შენს გონებასთან მებრძოლი გულის სიტყვები, რადგან დაცემულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანთა სულები მიწას განერთხმიან გულის თქმებით, მიწისა სრახავენ და გონებაი მათი საცხოვრებისად მიწისავე ირჩევსო. თვითონ ფიქრობენ, რომ ეკუთვნიან სიძეს, მაგრამ არ მიუღიათ სიხარულის ზეთი და არ ამაღლდებიან სულით ზეცამდეო. ესე იგი, აქ ჩვენ ხედავთ ესეთ საოცარ ჩევას, რომ და მხილებასაც ამავე დროს, რომ არ უნდა ვიფიქროთ თუ მთლიანად არა ვართ აი ამ გონებით ჩვენ ღმერთთან, თუ არა ვართ მოწოდებულნი ღვთის ღმერთთან სიახლოვისკენ და არ ვაკეთებთ საამისოდ არაფერს და მხოლოდ შემოვიფარგლებით გარეგნული ფორმებით, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ თურმე არ გვაქვს, არ გვეკუთვნის ჩვენ სიძესთან არანაირი ადგილი, ანუ ქრისტესთან. ესე იგი, ეს რა თქმა უნდა მაკარი დიდი აღვიწერს ჩვენ უფრო მკაცრი ასკეტური ცხოვრების შესახებ, მაგრამ გარკვეული ანალოგი უნდა გავაკეთოთ ჩვენ ერთში მცხოვრებებმაც, რომ არ უნდა შემოვიბარგოს, ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ არ უნდა დაუკმაყოფილდეთ ჩვენ მცირედით, არამედ მუდმივად უნდა ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი გზა სრულყოფილებისაკენ უფრო სწრაფი იყოს და უფრო მეტი შეგვაძლებინოს ღმერთმა. დაგლოცოს ღმერთმა, შეგვიწყალოს, არ არის იოლის საქმე, მაგრამ ამავე დროს ეს საქმე ძალიან მისაღებია ჩვენ პირობებში. ადამიანი, რომელიც ხშირად ამბობს, რომ აი ვერ მოდივარ ეკლესიაში, იმიტომ რომ ასეთი სამსახური მაქვს და ისეთი სამსახური მაქვს და ფიზიკურად არ მრჩება დრო, აბატონო, რა უნდა გავაკეთოთ? ეს არის გამოსაყენებელი და დანარჩენი, რა თქმა უნდა, ყველამ თავის მოძღვართან შეათანხმოს. ღმერთმა დაგლოცოს და წყალობა კურთხევა არ მოგვაკლოს და შეგვაძლებს